მომენტი რომელიც ყოველთვის და ყველა გამოცხობაზე მიყვარს. 1 2 3 ლევიტო მადრეს პანეტონე. დღეს ვიწყებთ სატესტო პანეტონეს მომზადება ლევიტო მადრეთი. შეხედეთ რუკოლია. ამას ხომ თავს მოხსნი. შეხედეთ რუკოლის სტრუქტურა აქვს. ეს არის იდეალური. დაგჭირდება 100 გრამი. დავასხოთ წყალი 120 მl. მე ლაგავაკ. და დავატოთ ფიქრის წელიწად. მე არა იგავაში არა. მას შემდეგ რაც სომეს ერთიანი გახდა, ახლა ვიწყებთ შაქრის რამდენიმე ეტაპად შეყვანას. მას შემდეგ რაც შევაძლებთ შაქარი, ახლა უკვე გადავდივართ კვერცხის შეძლებაზე, რომელიც უნდა შევაძლებოთ სათითაოდ. შემდეგ ესე გამოიყურება ჩვენი სალი. შეხედეთ როგორი ელასტიური გახდა. ეხლა უნდა შევაკვირდეთ უკვე კარგი. ოთახის ტემპერატურის არა გამდნარი, არა გაყინული, არა მიკროტალღურშიზე მეტად დაბილებული, არა უბრალოდ ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათი გაჩერებული. კარგი, ესეც რამდენიმე ეტაპად ერთიანად არ შეატყვით. და აი ეს კურკევა დაჭრილი კარგი. 2-3 პორციით გავშვით. შეხედეთ როგორ წერილობ და როგორ ელასტიურია. ამ ეტაპზე უკვე ჩვენ ცნობილი პირველ ეტაპი დამთავრებულია. ნახოთ, ხედეთ. არის ხო? ესე იგი, კარგად არის უკვე. პირველ ეტაპი დამთავრდა ცომის დამუშავების. და უნდა გადავიღოთ და უნდა დავასვენოთ ცოტა 5 საათი. მანამ სანამ სამი სამახდება, გაორმაგდება და სამახდება. ეცოლაში. დრო დამოკიდებულია თქვენი სახლის ტემპერატურაზე. ზოგ შეიძლება დაჭირდეს, ზოგან შეიძლება დაჭირდეს უფრო მეტი, ზოგან ნაკლები. ორიენტირი უნდა გააკეთოთ თქვენ ცომზე. ან ცომას ზომაში უნდა ცომის ზომაში უნდა გაორმაგდეს, თუ არა გასამაგდეს. შეხედეთ? უყურებთ. თითქოს ვამბობთ. წებოვანია, მაგრამ ხელიდან მარტივად იცილდება. ესე იგი, ყველაფერი კარგად მიცის. ამ ეტაპზე. ნახოთ 5 საათში რა სიცავს.